მიდან მოვდი. რამდენი მოგზაურე, რამდენი უცნაური ამბავი მოვისმინე, რა გადავდა თავს და ყველაზე მთავარი, რამდენი ადამიანი გავუწევ. ახლა აღარ ვიცი საიდან დავიწყო, რომელი ერთი. მოდი, ჩემი ბოლო მოგზაურობის შესახებ მოგეყვებით, სადაც ერთი ძალიან უცნაური, ალალი გურუ მშრომელი ბიჭი მიხოებიო სიზმარა გავიცა. რატომ ერქვა სიზმარა? ალბათ გაინტერესებთ, ხო დაგიამბობთ. ერთ მშვენი ერთ დღეს გადაწყვეტა სამოგზაურო წასვლა. ავიღე ჩემი ჩანთა, ხუდი და გზას გავუდექი. მივოდექი ერთ სოფელს, რადგანაც სასტუმროში ღამის გათევა არ მინდოდა, საცხოვრებელი ზემნაში შემომაღალდა კიდეც. ვისთან მიდიხარ? აქაური არ უნდა იყო. არა, აქაური არა. ღამის გასათას ვეძებ თქვენ სოფელში და იქნებ სადმე ბინა გეგულებოდა. ბინა? რა საფიქრო კაცო, რა ქვია, მითხარი? ნიკა. მე კიდევა მიხო. ხოდა ბიჭო ნიკა, სტუმარი ღვთისა, წამოდი ჩემთან სახლში. დედა მელოდება, მასაც გაუხარდება შენი მისვლა. ვინახში ვიყავი და ცოტა ისედაც შემოგვიანდა. ალბათ როგორ ნერვიულობს, წავედით. კეთილი, დიდი ვარდება, წავედით. ეს ბიჭი. დედი, მოდი, დედი, სტუმარს მოვიყვანე. უი, მე დედა გენაცხოვს, როგორ ვინარვიულე? რატომ შემოგეღამდა ეს უცხო ბიჭი ვინაშვილო? მე ნიკა გახლავართ, ქალბატონო ვარია. მიხო გზაში სულ თქვენზე მიყვებოდა. ორი კვირით ვაპირებ თქვენ სოფელში დაჭერას. თქვენი შვილი შემხვდა და აქეთ წამომიყვანა. კარგად მოგცეულა, მიხოთ სახლში მარტო ჩვენ ცხოვრობ. მე და ჩემი დედის ერთად მიხო. კარგი დედი რა კარგი რა, სულ პატარა ბავშვით ვერცევი. პატარა ხარ, ჩემთვის შვილო. პატარა ვარ? კი, დედის სიხარულო, ხანდახან ასე მგონია. ისე მიმპეწე წინას გეფერები, აკვენში რომ ეწექი და ნანას გიფეროდი. მაშ აკვნის ხლაპი მგონი ვარ ისევა. კი, დედი, მგონი ხარ. სად გადამალე იცოხერი მაკვანი, მაიტა. ნანას რომ მღეროდი ეს თავქვრის მეტო თუ არა ტარხებს ამაგერდა, მითხარიე. ერთი. დედას ყოველთვის პატარა მგონია შვილი. კარგი, ახლა მაგის დრო არა, პური გვაჭამინ, ამ გზავდეს სტუმარიც გამანაკროთ და მოვასვენოთ. აბა ნიკა გაგვიმარჯოს, ხვავი და ბარაკა არ მოგვეყლოს უფალმა. კეთილი იყო ჩემი თქვენს ოჯახში. უპირველესად მაინც უფალსა და ჩვენ სამშობლოს ვახარებთ. ჩვენ კურთხავა მიწევს, რომელიც ლეგენდის თანახმად თვით უფალმა გვიბოძა. როცა უფალი მიწებს ანაწილებდა და ქართველებს დაევლიანდა. და გულწრფელადაც აღიარეს, რომ უფლის გრძელოს უნდა. უფალს ისე მოეწონა ქართველების საქციელი 64-ის ნაწილი უბოდა. და სწორედაც ქართველების ბრალია, რომ ღმერთს აქ დედამიწაზე საცხოვრებელი აღარ დარჩა. ამიტომაც იძულებული გახდა ზეცაში ასულიყო. მოდით ამ სასმისით ჩვენ ქართველებს გაგვიმარჯოს. მარიამ დაიდა, თქვენ გაგიმარჯოთ. სულ ხინის სუფრები გაგზადებინოთ. რა ლამაზად თქვენ. აღარ დააყენა საშვილიც ამ ბიჭმა. თორე რომ მოიყვანოს, აქ ისეთ სუფრას გავშვილი, სოფელსანათე სალაპარაკოდ ექნებოდა. მიხო ბიჭო, რა დაგემართა, მიხო ბიჭო, ისევ დაშტერდა შეჩვენებული. ხო, რა იყო დედი, ჩემს სიზმარს ვიხსენებდი. ახლა რა დაგესიჟვრა ბიჭო? ისე უსანგელოდი, ნეტა ვინაა დედი, ხა? სულ სიზმრებშია, დამღალამისმა გაუთავებელმა ფანტაზიამ. რათა დედი, თითქოს ყოველთვის სულ ცხადად ვხედავ, გამოჩნდება დედი. ესეცა უნდა მომიახლოვდეს და სიზმრები და ოცნებები კი არა, რეალობას გაუსწორე შვილო თხარი.
უკვე მოხუცდი. შენს პატრონი გინდა მეც და ოჯახსაც. მას ჩვენს მომავალს გაუმარჯოს. ჩემო ნიკა, ლამაზად დაილოცეთ, მეც კიდე ერთს ვიტყვი. თუ შემიც მახარ ერთიც მიმღერე და დაუჩოქებ მიწას მუხლებით. მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლევ, დაურჩევით ერთად ჩვენ განუყრელი. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა რომ ზეთ ედინოს, გავადვარებულ ოქროს მთაველებს, სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის, წავა გაქრება როგორც სიზმარე, მე კი რა უყვამ გოლიათ თებს, რომ ქონდრის კაცსაც დევა დაგანთებს, ნეტარ სად აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დადგო ერთად ამდენი ბაზი, ჯობს აღარ გქონდეს სულად სამშობლოა და არ იყოს ასე ლამაზი, სხვასა ქართველო მაინც სად არის, რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა, ვის თუთქავსაც ეცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა, დაუბადებულად რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი, მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლევ, დაურჩევით ერთად ჩვენ განუყრელი. ახლა კი ქართული სუფრა სიმღერის გარეშე არ არსებობს. ერთით დავამღერო და დავისმენო, თორემ ქალაქის მმართველმა ადრიანო დამიბარა. ჩემთან აღარავინ შემოუშვა, ცოტა წაუძინო, მთელი ღამე გავაცელე საშინელი სიზმრების გამო.
ნახე, ძილს ვერ ვეღისუნ. დავჩვით, ჰარზე გამოდი. აი ვიღაც გადახედეთ, როგორ მუშაობენ თქვენ სეზონში. ჩაიდება, ცოტა ხმად გათხარენ. კარგით, მესმის. აქ სხვა ჯიშის ვარდები უნდა გავაყოლო მწყრებში. ერთაულად დაუბრუნავს, მოყარეს კი სუნერებითა და სილამაზი დაატყობს. ამბობენ მართლის ქალიშვილის ვარდითა. მიდი საქმეს მიხედე. აქ დეკორატიულ გამწვანებას გავაკეთებ. ზამთარ და ფულს რომ თვალს ახარებდეს სიმწვანე. აქ კი ულამაზე შადრევანს. ზემოთ აიბანზე რომ ეთამაშებოდა შენი ეს ქალბატონს. მიხედე ერთი რა შტის მაგას. ბიჭო, მიხო, რას გასტარებულ ხარ? საქმეს მიხედე, ბიჭო, შენ გელაპარაკებ. მიხედე ერთი რა შტის მაგას. მამა სოფრაო, ისეთი ბაღი უნდა გაგიკეთო, რომ აი მანაცვლებოდი. მადლობა, მამა. როგორ მიხარია? რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს? ასე თუ გამოაშტერე, შვილო, სულ ვერ დაამტყურებს. შედი ოთახში, ჯო, შედი. რამჭირს მიხო, ბიჭო, შეგელაპარაკები, რამჭირს უფროსო, ამა შემალაწუნება თუშველის თორემა. ხელი არ შემოგიბრუნოს, წყალისხადეს, ჯო. ვა, ისევ სიზმარში მეგონა თავი. არა და მგონი სიზმარი მხდება. ის არის, ის. ვინის? სიზმარში რომ ანგელოზი მესეზრება ის. სიზმარიო, შენ სიზმრები არ გაძინებს ღამით? არ მაძინებს? ისეთი სიზმარი მესეზრება, იფ. თვალის გახელა არ მინდა ხოლმე, მაგრამ ახლა მართლა უნდა გავახილო თვალი. მასწავლე რა, როგორ შეიძლება ასეთ ნეტარში გავუღუძო, ჰა? ეგ ადვილი საქმე არაა. სად გადამალე თქვენი ქალიშვილი? ყოველღამით სულ რომ არ მასვენებს. სიზმარში მოიყვანეთ და გეტყვით. რაო, რას მიადმოედები, რა ჩემი ქალიშვილი არ გასვენებს? ხო, შენი ქალიშვილი არ მასვენებს. სიზმარში მოვაყოლებთ თორემ გული შეტევა დაგემართებათ. შტოს დაუძახოთ. ვის უნდა დაუძახო შეგლეხუჭა, დაი კარგი აქედან. არა, მოიცადე, ვიღა მასწავლის მე ასეთ მეტალ სიზმრებში შეღწევას. არა და მეც მინდა ტყვილა დავიძინო. ახლა კი დაასრულე მუშაობა, წადი სახლში დაისვენე. კარგად იფიქრე, როგორ და რა გზით მოძე შენთან ასეთი ტყვილი სიზმრები, რომ ბედნიერი იყვნენ. მაგ საიდუმლოს ველოდები შენგან ხვალ, სათანადოდ დაგასაჩუქრებ. შენ დარჩი, საქმე მაქვს. ამ გლეხუჭამ რა უნდა მასწავლოს, ამდენი მინისტრი ყავს სტრუქტურაში. იმათ უფრო კარგად არ ეცოდინებათ, დაურეკლო ყველა 7 წუთში აქ გაჩნდნენ. სამხედრო მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ტოლმეთა და განსახლების მინისტრი. ამას რაღა უნდა კი ვხვდები. მაგრამ ყველაზე მთავარი პრემია შეუძლია თქვენი მომსვენობა და ისიც კი წამოსულა. გზაშია ბატონო თომა, გზაში თქვენს დასახმარებლად ხვდის. როგორ ახლოს მიაშკულთან ხალხის აქტივარი. კეთილი, ძილის მინისტრი დაუწყო. პირდაპირ პროფილური დარგია და იქნებ სხვებიც აღარ დამტვი. ძილის მინისტრო, ვინმე შეაღვიძეთ რა, ამ ძილისთვის მოვიდა. თავის კაბინეტში რომ ძინავს ის არ ხმარა, გადაგრევენ პირდაპირ. გამარჯობა, ბატონო. რატომ დამიბარეთ? როგორ ჩემმა მდივანმა არ გითხრა ჩემი ამოუსმელი და ერთოსაშეში სიზმრების შესახებ? ეგ არ გვეხება. როგორ სიზმრ თუ ძილთან კავშირი არ აქვს, აბა სხვა მინისტრებს რაღა იკლევენ რატომა ასეთი ჭამის შემდეგ განსაკუთრებით გვეუბნება. იქნებ ჭამის მინისტრისთვის გვეკითხა? დაუძახეთ, შენ რაღაც მაგნისი ხარ, დაი კარგი აქეთ. მობრძანდეს ჭამის მინისტრი. გამარჯობათ.
სულ თქვენ საბავ. ყოველდღე ერთი და იგივე სიღრმე გასიზრდებათ? დიახ, სული საშინელია ჩრდილები და მტრიალები თავი. აბა რა მოგხსენოთ? იქნებ შეცვალოთ ყვები დაცვენ და მრავალფეროვანი საკვებთან ერთად სიზრუნებით აკეთი გავიხდებათ. მეტყობა ახლა მე რომ სულ ერთი სახის საკვებით ვიკვებები დამცინი მგონი. არა, როგორ გეკადრებათ? არა, როგორ გეკადრებათ? ასე შემთხვევაში ჩემს სამინისტრო სხვა შემოთავაზება არ შეიძლება გქონდეს. ჯანმრთელობა? ანუ მაშინ საქმე სერიოზულადაა. ჯანმრთელობა შევკრებათ ფარო და პირდაპირ ჯანდაცვის მინისტრისთვის უნდა მიგებათ. ჯანმრთელობა? ანუ მე ახლა ვგიჟდები? არა, როგორ გეკადრებათ? მე ეს არ მithქვარ. ისე სუბუქი შიზოფრენია დაგეკვირდით. ბატონო, დამიძახეთ ჯანდაცვის მინისტრს. გამარჯობა, გისმენთ ბატონო. მე მისმენთ, რა შეგიძლიათ მითხრათ ჩემი ამოუხსნელი და ერთო საშიში სიზმრების შესახებ? ვერაფერს გეტყვით, რა გაგხსნათ? აბა ამის გააყოლე თვალი. გაიხედე მარჯვნივ, ზევით, ყველით. კარგი, საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ თქვენ ჩვენ სამინისტროს სფეროშიც არ მოიაზრებთ. შეგახსენებთ, რომ მე ვარ ჯანდაცვის მინისტრი, არა ჯარდაცვის. თქვენ კი აჩრდილების ჯარი გესიზმრებათ. სადაა ამ დროს ჩვენი შეიარაღება, ჩვენი უშიშროება, ჩვენი სახელოვანი არმია? თქვენ დაცვა გჭირდებათ, ბატონო, დაცვა. ის კი არა მანქანის კაცს რომ გააღებდა სამსახურამდე მიგაცილეთ. არა ბატონო, სამხედრო დაცვა. სამხედრო მინისტრი მობრძანდეს აქ. თავისუფლად, მიხედეთ ამას. მე რა ვქნა? განადგურეთ აჩრდილები. ვითი ბატონო, სად გვაქვს მაგისადა? არა, ვერ შეგიშოთ, ჯერ სამხედრო მინისტრია შეგიძლიათ. განადარეთ, თორ სიტყვას ვეტყვა და გამა, ვერ შეგიშოთ. გამარჯობა, ხომიცანით. მე ლტოლთა და განსახლების მინისტრი ვარ. ვიცი გაინტერესებთ რამე საქმეა აქ. ვიცი, რა საერთო უნდა მქონდეს თქვენს უჩვეულო სიზმრებთან. ახლავე მოგახსენეთ. მე ლტოლთა მინისტრს უამრავი ადამიანი მაგითხავს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ერთობ ორიგინალური რჩევის გეახებით. როცა თქვენ გავაგეცხადებათ აჩრდილებს, სწავლეთ ხელი აი ასე და ჩემთან გამოაგზავნეთ. მე ვიცი, მე სადაც გავაგზავნე. აღარასოდეს შეგაწუხებთ. სულ ეს არის, რისი თქვაც მინდოდა და დავამთავრე. კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონოთობა, პრემიერი მოგბრძანდა. არ ვიცი, პირდაპირ გოგოთანივით არის თქვენი მოგზაურობის საბაბი. მინდა დავიკავო. ქალბატონო პრემიერო, ახლა აღმოაჩინე, რომ დახმარება მართლაც მჭირდება. ყველა ეს მინისტრი უმაქნისი და არაფრის გამკეთებელია. დღესვე უნდა გავათავისუფლოთ, ახალი კადრები მოვიძინოთ. კი ბატონო, მაშინ დაგეხმარებით. ვაკანციაზე ყველა თქვენგან შეუძლია განაცხადი შემოიტანოთ. თქვენ ერთი შევა მინდა მოგხსნათ. ნუ გაიცნო. სამწუხარია დასაწყისად. ამდენი საქმე არ გქონდა. მიხედე ბატონოთობა ამ ყველაფერს. როცა ყველა საქმეს დასრულებთ, მე თქვენს მშვიდად დაგეგმავ. ისევ მგლე ხუჭა მიხოსი მედი თუ მექნება, თორემ ამათი დედი, რა იყო შოუ, ასე ადრიანად რა მოგიყვანა? რა ხდება ჩვენს თავს? დედი, სიზმარი მიხდება, უიპოვე დედი. რა იპოვე შოუ?
მზე ვიყოვე, დედი, მზე. მომიკვდეს თავი, რას პოდავ შილო, სიცხე ხომ არ გაქვს. ნიკა, ბიჭო, იქნებ შენ გითხრას, რა სჭირს? ნიკა, აქ ახარ ბიჭო, შენთან გამორბოდი. სიმღერა იცი? კი, მღერი ხოლმე. რატომ მეკითხები? ერთ ადგილას უნდა გამოვიყვე. ჩემი სოფლის ბიჭებსაც დაუძახებ და ისინიც გამოვყვებიან. დედი, შენ ფიალები მომიმზადე. დედი, თან შენ არ დაგავიწყდი, მე გავიქცი. რა ფიალებიო, ის ფიალებიო. სულ გამაგიჟა და გადამრი ამ ბიჭმა. კარგი ნიკა, წავალეთ ფიალებს მომწონს. მეც დაგეხმარებით, მარიამ და დავიწყოთ. ახლა უფრო დამაინტერესა. მეც და თანაც ამ დღეში რა სახლე გვაქვს. ჯერ გავერთოთ, მერე მოგიყვებით. გავერთოთ.
ტაძარი არ გააჩინოთ. უკვე ვიწევ შენი მცხოვრები, ნამდვილი მზე ხარ. ამ შუაღამისას მზე სათხედავ, ჯერ თვარაც კი ძლივს ვიხარ. აი მზე. ორივე მზე ხართ, მაშ? რა ხდება, რა ხმაურია? რა რომანტიკული იყო, არა? პირველად ნახე ეს ბიჭი ჩვენს ეზოში. როგორ გითხრა, ვიწვი შენი მცხოვრებით, ნამდვილი მზე ხარ? რა ხდება, შვილო, რა ხმაურია? სიმღერის მოშენებით. მუსიკას უსვენით, მამა. მაღალ ხმაზე მოგვივიდა ჩართვა. მეტი არაფერი. ხო, მე ვიფიქრე ხომ არავინ გვაწუხებს მეთქი. შედი ოთახში, გარეთ არ გაცივდით. რა გამაციებს, მამა? ასეთი თბილი საღამო ჯერ არ ყოფილა. ასეთი მშვიდი და ნეტარი. რა ჭი, შვილო, შენს რამე სიზმარი ხომ არ გინახავს? არა, მამა. საბედნიერო სიზმარი არ იყო. ან იქნებ ჯობდა სიზმარი ყოფილიყო. აღარასოდეს გავეღვიძებდი. რა ჭი, შვილო, ექიმს ხომ არ დავურეკო? შენ ჩემს ექიმს არ დაურეკავ. და კარგი, მამა. რახან შეგინდა შევალთ ოთახში. ღამე მშვიდობის. რამე მშვიდობი, ჩემი მზე თუ ნახავ. ნეტა ყველა დაბნეული და არეული როგორაა ბოლოდოს. არა, იმ სიზმარაბიც უნდა მივაკითხო. ერთი ნახო, რას აკეთებს ისე ძილის წინ, რომ ასეთ ტყვილ სიზმრებს ნახულობს. ისევ ჩემ დივანს ხომ მოთხოვო, აბა ეს რა კაცის საქმეა. ქალბატონო ქეთი. გესმენთ, ბატონო თამ. წესვლას ვაპირებდი. გინდოდათ რამე? მიდი მიხო სახლთან გარკვიე, ვინ სტუმრობს მიხო ძილის წინ, რომ ასეთ ტყვილ სიზმრებს ნახულობს. რამე საჭირო თუ შენიშნე, მოდი და მიამბე, გასაგებია? გავიგე, ბატონო თომა, ახლავე წავა. ნეტამ რა დუდოდათ, ხომ არ უნდა დაელიათ, ხა? ვაიმე, ხა ისინი სუფრას თუ უსხედა. რა გუშეხეთ ქალს წინასწარ, ჩვენი შვილები ყანენ მოვლენა საჭყავე. რა არ ხეინეთ ლაპარაკო, ქალო? რაც უდროს გამოშთა ის შეფენებული კაცი. აბა, და მის გოგო თავის პეპით ჩამოსულიყო და? ხო კარგად არის. ხო კარგად ხართ, მიხო. ცოცხლები ხართ შვილო? ვითომ რა უნდა მამკვდარიყავით? ნინაძალო, ჩემი შვილი საფრთხე წავიდა. ხო კარგად არის, ბიჭო. კარგათო, ყველა ბიჭები სახლში წავიდა. სახსალამათნი და ჯანმრთელი. ჩვენ წავედით მარიამ, აბა გამომშვიდობის. რა ხალხი ჩაგიყრიო, რა პანიკები არ გიტეხავთ? ვინ არ ვივლეთ შვილო, სად იყავით? ჩემს თავს გაფიცებ, მიხო, სიმართლე მითხარი. დედი, რადგან დამაფიცე გეტყვი. მართლი საფთან ვიყავით, მისი კამის ნახატი გალიშვილი კიდევ ერთხელ მინდოდა მენახა. მეტი კი ახან მკითხო. ეს ზღაპარი როგორ დავიჯერო? ეს ბიჭები გინდა და მოწმეებად? ის გოგო მართლა ლამაზია თუ არა? ამ შუაღამისაც მზე ვნახე, დედი, მზე. უიმე, აღარ შემიძლია ამის მოსმენა. კარგი, წავალ, დავწოდი, თორე ნერვიულობით თავი გამისკრა. ახლა შენი იმედი მაქვს. რა დახმარება გჭირდება, მიხო? მითხარი და შენს გვერდით. ის გოგო უნდა მომატაცებინო, თორე სადამოც მამამისის ნერვები. რას ამბობ, მიხო? თომას სახლი გაჯეთის ციხე კი არა. ციხეში რა უნდა მზისად არ ქავს. კარგი, მაშინ მაგ საქმის გადადება აღარ შეიძლება. ამაღამ მოწავით, როცა ყველას ეძინება, დავადგეთ გაჯეთის ციხე.
ისევ ციხეო, კარგი შევთანხმდით. შენ დაისვენე, მე გავა, ოთარ ადგილად გავართხილად მანქანით ამოყვეს. ესა გავიგე, ბატონით ამა უნდა გავართხილო. სასწრაფოდ შევატყობინო, მის ქალიშვილს მოტაცებას უპირებენ. მოტაცებას უპირებენ. სიზმარში ნახე? არც ინებია, მას გაუპირებენ. ვინ აპირებს ამ სიზმარ. ვაი. ბატონო თომა. 112-ია? სასწრაფო გვინდა, სასწრაფოდ. რა მოვიდა მამაჩემს? სასწრაფოდ უნდა გადავყანოთ კლინიკაში. ნია, მე გავყვები. შენ კარი კარგად ჩაკეტე და არავის გაუღო, გაიგე? კარი არავის გაუღო, შვილო. მალე დაბრუნდით რა. ღმერთო, შენ უშველე მამაჩემს. ნია, აქ დასაკეთე. მამა ცუდად გახდა. კლინიკაში გადაიყვანეს. ანუ მამა სახლში არაა. ვიღაც უნდა მოსტაცო, აქაა და წაიყვანა. მინდოდა მეთქვა რომ რა მიხო? თუ ვინმე გაგაბრაზოს მე მითხარი. გაგაბრაზოს კი არა, მოჰკიდე, ხელი და წაიყვანა. ადრიანად გამეღვიძა. ჯერ ერთი ბავშვი ატირდა, მერე მეორე. იმათმა კიდე სხვები გააღვიძეს. ავდექი და სამსადის შევუდექი. დღეს მამა და მის მეგობრები მოვენ. დიდი სტუმრიანობა გვაქვს. რა ბედნიერი ვარ, ნია, თქვენ რომ მყავხათ. რა ზრიამლობენ თქვენი პატარები? ხატავენ. სტუმრებს უნდა ვაჩვენოთო. აბა რა გაუმზადეს სტუმრებს? ჩვენი ოჯახი დავხატეთ, მამა. დედი, შეხედე ამ ნახატს, მოდი გვერდით დამიჯექი. დედი, აი შენ რო დარდობდი, შვილი გამიგიჟდაო. ესე ჩემი სიზმარი. აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები. რადინჭიერი შვილები გყავს, მიხო? ხო, სულ მამას ბანანეს ოხრები.
რამდენი რამ ისწავლეთ? მოდით მე ფრაზეოლოგიზმის შეგეკითხები და თქვენ მეთქვით თუ რას ნიშნავს. კარგით? კარგი თამაში გამომდინო. საინტერესო იქნება. მაშინ თუ საინტერესო იქნება, აბა მისმინე ვერმაც ყალმაჩერა რას ნიშნავს? დიდი დრო გავიდა. მაცერად ყურება? ეჭვით უნდა ვარ მოკიდება. მოდით ახლა ვეკითხავთ, ადამიანის ხმის რას ნიშნავს? მოხუც. თქვენ თუ იდით თვალშინაცე შეკრება რას? ეგ ხომ ყველა მის მოტყუება. მაშინ კიდევ ვკითხავთ, აირია მონასტერი ანუ ეს ფრაზეოლოგიზმი არეულობასა და უწესრიგობას მოიაზრებს. კარგით რამეც მოთქვევინეთ. ყოფა ყოველსედება რაღა? ასე იტყვია ხოლმე ადამიანზე, ვინც ყველაფერს კეთებას ერთად ეწევს. რა უცბად გამოიცანეთ, კიდე გეტყვით. ანკეზე წამოგება, მახით დაგება. ეს გუშინ ათხან გითხარი. გითხარი? აბა ქოქოზე არ დატოვა რას ნიშნავს? ყველაფერი განადგურა, ხო? ყბა ჩამოვარდა? გაუცდა. აბა ახლა თქვენ მითხარით, ყურები ჩამოყარა როგორ? ყურები ჩამოყარა, ანუ მოეწყინა. აბუჩა დაიგდო? დასცინა. ოჯახში ლობა, თქვენ ისეთი ოჯახები ხართ, ლექსებსაც მეტყვით. ჯერ შემდადრედამ გითხარით, მამა. გეტყვით შვილო. ხუდმა კრატელა მერცხალი. რატომღა შემოგვეყარა? მეტად სულ ყოლა ბრუნდება. იქნებ ეჩვევა ქვეყანას. გულით და გზნობით სულ წყალობ, შობელი ქვეყნის ერთგულებს. რას საოცარი ძალაობთ? აწაწკინტელა ბეღურებს. დედა, ახლა შენ გითხარი. შენი საღრმა ხარ, ქართულოცაო. შენი საღრმა ხარ, სამკვიდრომ შენს ქვეშ მტერად შემოსულნო. ვერავინ ნახა. ვერცა ოსმალო, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა. შენი დიდების მომღერალია ორშკი და ზაზმა. ბებეროტაო, შენი საღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულცაო. აბა ახლა რომელი იყო ჩაღებთ? ნიკოლოზი აფროსი და დაიწყოს. სამშობლოს ჩემთას იშვიათად უგრძელი შვება. საკიელოა თავისობისას ისადგან სხვები. მას დღემდე ბოერგის ისაზაგრის შეძინის ხვებმა. იგია მოკლედ საკუთარი ფარგის ხვერპლი. სულს მიცემ ჩემსას მე იმას ვარტო, ვინ საქართველოს ესწრაფვით ქართულს. არაც უქართულს, ნამდვილად ქართულს. სიტყვით ურთ ქართულს, საქმით ურთ ქართულს. სულს მიცემ ჩემსას მე იმას ვარტო, რომელსაც ვატყო. კოჭებში ვატყო. არის ყველაფრით სანდო და საქართველოს იმნაირ ნატრობს, როგორცაც ქართველი მარტო. სულს მიცემ ჩემსას მე იმას მარტო, ვინც უწყის სტატომ გაღატყურა და სახელმწიფოთა შორის ერთობას. ესეც ღვთისნება არის ეტყობა. სარწმუნოება არ ყოფნის მარტო. სულს მიცემ ჩემსას ერთი სიტყვით მე იმას მარტო, ვინც ეცეს გაჩნდა ქართულად რატო. მოტყემა მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალის წყვილის. ბაღში ვაზიობული, მეწლხენითა სტივის. აყვავებულა მდელო, აყვავებულა მდე. მამულო საყვარელო, შენ როზღა აყვავდები. დედა ჰქვია დედა ცხეს, დედა ქალაქს, დედა მწას. დედა ბოც თუ დედაინა, დედის ზალა, დედა მისა. დედა უდღრის წინ ყველაფერს, ჩვენ სალოცავს, ჩვენ საფიცავს. რადგან ზალა დედა მისა, დედა იცავს დედა მწას. ვინდელო, ვინ უნდა იყოს ამ დილადრიან, ჰა? სტუმარი ღვთისაა. ნიკაზია. როგორ გამოცხადხარ? დავაშკაცებულ ხარ. აი შენი ნაცვლიც უკვე დიდი ბიჭია. გაგვახარა სტუმრობ. აგერ წუთი და თომად გვეწვევა. თქვენი სტუმართ მოყვარეობა ყოველთვის სამაგალითოა. მან სტუმარი ღვთისაო, ხომ გაგიგონია? სტუმარს ყოველთვის უფალთან აიგივებდა ქართველი და აბა როგორ? ქართველი დღესაც სტუმართ მოყვარეა. გულღიად ხვდება ყველას და სტუმართ მოყვარე ერის სტატუსს, ამიტომაც ვინარჩუნებთ. ადამიანს უნდა მომიხარია თქვენ. რასაკეთებთ, ბავშვო? რაღაც კარგი ხმები მესმოდა. ლესე
ლექსებს ყვებოდით მიკაზია, მაგრამ ახლა თქვენ მოგვიყევით რა. მე ჩალას გეტყვით. ლექსი? მოიცა მოვიკითხო. ზეო. ვალხარ იხარე და იბრიალ. სარკესავით ნათელსაზე დროშასავით იფრიან. დამიშაქრე ოჯალში, დამიშაქრე, ციცკ, თით, საქართველო მომიკა, ციტფოთი და სინათლე. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი, ძეწნა მალესი თამახსო, ეჭმებით ნაავადარი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სადარი. სავარსკვლავები თინთება, ცარცარისი სადარი, თვარე რომა მობრწყინდება, გული გაფრენად მზადარი, დიდება შენი დიდება, სხვა საქართველო სადარი. მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები, მხარგაშლილები, ტყეში თაში ტყედანაბინდები, ტყეში ქორბუდაირმები, ბარაჩხიალებს ჭადარი, ზეც უმღერიან ჩიტები, მხარებ მოსილო დიდებით, სხვა საქართველო სადარი. ლურჯი ბალახი მხარავი, წერი გოგმანობს ბალახში, თეთრ-ნურდზე თოვლი მარადი, ვენახსენ ზედა ბადახში. სხვა საქართველო ვინახა, სხვა საქართველო სადარი, როს ვარსკვლავები ხმაურით, აი მთებიან სათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური, მეშვიდე ცალე ატანილს. კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს ატანს, აყაჩოს გვერდფერ აური, სხვა საქართველო სადარი. აქ დაიბადა სულიკო, მზისკენ გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო პერიში მაგიდა ვერანი, მათვეს მოსჭრიდაოდა, სიც გაუშვებდა ლელაი. აქ დაიბადა სულიკო, მზისკენ გაფრინდა მერანი და თორბის ფრთები მოიცეს, ცაში ასულა ზერაი. დაბლაშრიალებს მოისებრ, ყანაი გაუყელავი, ფიქს დაუღლია ონისე, ბახტრიობს მიდის ლელაი, თათორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ზერაი. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი, ძეწნა მალესი თამახსო, ეჭმებით ნაავადარი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სადარი. რაღაცები ყველა მოგძანდით. გამარჯო. როგორ ახარ შვილი? ბაბ, ჩვენ ლექსებს ყვები და სტუმრებსაც ხოვთ რა მოგვიყვება. მაგაზე გაწყენინებთ ბაბუ, რამდენი წელია ლექსი არ მithქვი. იცით დედა საქართველოს ბაღნარს რატომ ეძახიან? ყველგან ლაღად მოშრიალე ბაღია და უენახია. ახალგაზრდა ქალვაჟები ასე თავს რომ ევლებიან, ბაღ-ბოსტანით, ბაღჩა-ბაღით მოკალგული ველებია. ერთი აზარ მოგეზღვევათ, თუკი კარგად გაიძინით. ტოტებს ხვილად და ხუნძულებს თავაზობენ ნარინჯები. ყველგან ლაღად მოშრიალე ბაღია და უენახია. აი დედა საქართველოს ბაღნარს რატომ ეძახიან? მაგაზე გულს არ დაგწვეთ, მით უფრო პოეზია ძალიან მიყვარს. გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ერთელადაია საქართველო, შენს ყველაფერს ფიცავ, ლექს დაგიწერთ ცისფერ პეპლაბიანს, ანანურთან არაგვის ყალს დავლევ, გამარჯვებას ვეჭვით ისფერ კალმახს, ციხის ძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმას, მე წავალ ბილიკებზე ვივი. სურს ვეფერო დეკასა და ხვიას, ნელა-ნელა, ყინვარ ჭარზე ცავალ, რომ იქიდან გადმოქადო მთიას. თებეა, შენ რომ არ გითხოვს? ბაზი ძიში დარწეული აკვანი, საამური ყლესა, გმირობის და ოქტაობის ზღაპარი. ხალხში თქმული რუსთაველის ლექსები, ამა პაპის წმინდა სისხლის ნაბარი, ძის ხილებით ანთებული მარად, უსკოლებში ჩანჩქერების ჩქაფანი, თებზე თოვლი ბულბულები ბარად. ზოგან ირმები ჯოგია, ზოგან არწივნის ჰქრიან, არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია. ებო, შენ რატომ
შიოდა, ვიღაცას სციოდა და დრო გადიოდა, ვით არც ახმინო. ქვევრიდან ხავში, ხავიდან დოქში, დოქიდან ჯამში, გადადიოდა კაციდან კაცში, გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვით არც ამყვარი. გზადაგზად სვამდნენ, აღვრევდნენ, ვრიდნენ, უღმერთოდ ყვნიდნენ, უგულოდ ყიდდნენ და მიუხედავად ამისა, მაინც გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული და დღეს შოთაის ნაქონის სისხლით და დღეს ვახტანგის ნაქონის სისხლით და დღეს სულხანის ნაქონის სისხლით თბილისის ფართო ქუჩებში დადის ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟაო, გიორგი, გივი და იარო, ამინ. ახლა სუფრასთან განვახსოვთ დანარჩენი. ასე გავიცანი სიზმრი და დავუნათესავდით. ხომ საინტერესო ამბავია? თქვენც გისურვებთ საუკეთესო მეგობრებით ხოლოდეთ გვერდით. ხომ გაგიგონიათ, მეგობარი მეგობრის ხიდია და კიდევ კარგი მეგობარი ადვილად არ იშოვება. გზაზე ვერ იპოვი და იაფად ვერავინ იგდის. მეგობარი ციხეწყლიანი, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველი. მეგობარი გულთა ნათელი, თვალთა ჩინია, კვლავთა ძალია, მეგობარში სიყვარული. რა იქნება
მთავრობდნენ ნიკოლას ხულორდავა, გაბრიელ კატარაინა, ხებეა შანიძე, თეკლა ნიკაცაძე, დაჩი ბევგარიანი, დასვა ბერიაძე, გაბრიელ ვაშაკიძე, ანა მარია სვანაძე, ელისაბედ გრიგალაშვილი, ნერსე ასპანიძე, გაბრიელ ბუჩუკური, სპექტაკლის ქორეოგრაფი ნათია ხუჯოა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო ბიბილური, პროდიუსერი ლალი ბელინა, სცენარის ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი.